ეთერში დაგიბრუნდით მიშა და ნინო ძალიან საინტერესო სტუმრებთან ერთად შემოქმედთა ტანდემი მეუღლეები გვეწვივნენ ქეთა მერკვილაძე მხატვარი მწერალი გურამ ჯაფარიძე მწერალი დიდი მადლობა მოსვლისთვის მოგესალმებით და დიდი მადლობა მობრძანებისთვის მოგესალმებით დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მოწვევისთვის და ჩვენ ყოველთვის გვიხარია როდესაც ეს მეუღლეები გსტუმრობენ თან შემოქმედი მეუღლეები თუნდაც იქიდან გამომდინარე რომ არაერთ ხელგვისაუბრია მე და მიშას ეს ადამიანები ერთმანეთს ავსებენ და ქეთა მოდი დავიწყოთ თქვენით მოკლედ არ ჩერდებით რაც შეეხება თქვენ შემოქმედებას მწერლობას მხატვრობას ეს ყველაფერი ერთმანეთში ისე არის გადაჯაჭვული გადახლართული რომ ვერც კი წარმომიდგენია ნახატი წიგნის გარეშე ქეთას ნახატი ქეთას წიგნის გარეშე და ის სულ ცოტა ხნის წინ ახალი წიგნი მუნა ინდიელი ბელადის ქალიშვილი რომის პრეზენტაცია თქვენთან პრეზენტაცია ხო მაგრამ აი ხა გაიმართა კიდე პრეზენტაცია აქ ამოყავს და მიშა მეუბნებოდა სხვათა შორის დღეს დილით რომ მოვედი რომ აი ხა ხანს წავიკითხეო და სპეციალურად გადავიკითხე გადაცემისთვის და ისე გითხრევსო ხო რა სხვა ისინი ხო არა მარტო ბავშვებისთვის არის იმიტომ რომ ეს ძირითადად ხა ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის იწერება ხო უფროსებიც სიამოვნებით ვკითხულობთ მადლობა დიდი მე პირველ რიგში რამინდა გითხრათ იმიტომ რომ გურამ თქვენი პრეზენტაცია იყო ქეთი თქვენი და ჩვენ ვერ მოვედით და ეს არა ესე მოხდა რომ მართლა გითხარით კიდეც რატომ და მართლა დაგვწყვეტ გული იმიტომ რომ ნინო მაგნიშნა ეს ოჯახური ტანდემი და მართლა ძალიან სასიკეთოა და ბედნიერება როდესაც მეუღლეები უგებენ ერთმანეთს და ერთმანეთს ეხმარებიან აი მართლა გადავიკითხე მეორეჯერ და ძალიან ესეთი თითქოს უბრალო ხო თითქოს პრიმიტიული შეიძლება ესე ითქვას მაგრამ აი ზღაპარი მჭირდება ზღაპარი სადაც სიკეთე იმარჯვებს სადაც ორი დაპირისპირებული მხარე ერთმანეთთან ერთება როგორც ის ორი ტომი სადაც თეთრკანიანი უგებს წითელკანიანს და მოკლედ სამყაროც მათ გვერდშია და რა ვიცი რომ მე მგონი ქეთი თქვენი წიგნის პრეზენტაციიდან დავიწყოთ უმჯობესია იმიტომ რომ გურამის მე ფიქრობ ცალკე ეკუთვნის ეთერი იმიტომ რომ ისეთი საოცარი ლექსების კრებული გამოსა რომ ფიქრობ რომ ამას დიდი მადლობა პირველ რიგში მინდა რომ მადლობა გადაგიხადოთ რომ ახალ სტუდიაში მოგვიწევთ რომ ულამაზესი მე როგორც ხატვარი შევაფასებ რა ვიცი 10 ქულით ძალიან გემოვნებით მოწყობილი და მეც ვეცადე რომ გამელამაზებინა თქვენ ისედაც ლამაზი სტუდია ჩემი ნახატები არაჩვეულებრივი ნამუშევარი ჩემი აურით იმიტომ რომ ვცდილობ რომ კარგი პოზიტივი მოგიტანოთ გძნობ თავაზდა ჩვენი სმენელის მადლობა დიდი რაც შეეხება მუნას ცუდია სამწუხაროა რომ ორივე პრეზენტაციაზე ვერ დაესწარით იმიტომ რომ ძალიან საინტერესო ის ყოდა პრეზენტაცია ეს იყო წიგნის სახლი ბახტრიონზე ალბათ იცით ეს ხშირად იმართება ხოლმე ესეთი შემოქმედებითი საღამოები ეს იყო არა მარტო წიგნის პრეზენტაცია, არამედ აი ესე რომ თქვა სიყვარულის და რა ვიცი მე პოზიტივის ზეიმი, იმიტომ რომ მე ვეცადე რომ რაც შეიძლება ბევრი ბავშვი მომეწვია ქონდა გათამაშება ჩემი ნახატების, ასევე ქონდა ინტერაქტიული კითხვები. მიშა შენ გაიმარჯვებდი მუნადან ყველა პერსონაჟის სახელი რას ნიშნავს, ხო, ინდიელების ენაზე და ერთმა გოგონამ, რომელსაც აქედან დიდი სიყვარულით მოვიკითხავ, ეს არის ელენე ფარფალია, ჩემი ფან-კლუბის წევრი. რომელი გამოიცნო, რომელი სახელი? ყველა გამოიცნო, აბსოლუტურად ყველა. დაწყებული მანიტურას ნიშნავს, დაწყებული ჩეიტონი, მიმინო და ასე შემდეგ და ჩეიტონი მინოს მამა მოიგოთ ყველაზე საუკეთესო ნახატი ხალხო ალბათ შენს მოგეწონება მიშა ეს არის მუნა და მისი შვილები. საოცარია კი. საყვარელი ნახატი იყო, მაგრამ ბავშვი იმსახურებდა. სხვანაირად მე რომელი ნახატი მომწონს სიკეთე აი მუნა რომ მანიტუს თხოვს რომ მისი ქალიშვილი რომ გაიქცა ის რომ დაბრუნდეს. როლოცულობს ხო? ძალამაზია. ძალიან კაი. მიშა ალბათ ნახავდი შენ რომ მე ვცდილობ ძალიან ურთიერთობ ხელოვნურ ინტელექტთან და რაღაც პროგრამა ესეთი ეს აკეთე მაქონდა სალაპარაკო. ხო, და გავაცოცხლე როგორც მულტიპლიკაციური ფილმი და დაგვებადა იდეა მე და ერთ არაჩვეულებრივი მხატვარი არის ისიც მიშა
ბერძენიშვილი ხო გური მე მიშა ბერძენიშვილს გვინდა რომ რაღაც ერთობლივი ის გავაკეთოთ იმიტომ რომ მაინც შექმნა ასე რომ თქვა პატარა მულტიპლიკაციური პატარა ნახატები მე მგონი ვაჟაფშაველას მოთხრობის მოტივებზე და მეც მინდა რომ რაღაცნაირად და იქნება აი ერთად რაღაცა მოვიფიქროთ ძალიან გვინდა კეთი მე ხო დაგპირდით რომ რაღაც ფრაგმენტებს გავახმოვანოთ და მეორე აღსანიშნავია რომ მუნა და მე როგორც მწერალი წარდექი მწერალთა სახლში. აი ეს არის საინტერესო. მწერალთა სახლში, სადაც წარგვადგინა ბატონმა ლევან გორვანელმა, არაჩვეულებრივი პუბლიცისტი და ფილოსოფოსი და მწერალი, არაჩვეულო ადამიანი, აქედან მოვიკითხავთ დიდი სიყვარული, ძალიან საინტერესო წარგვადგინა ჩვენ და იქაც უამრავი სტუმარი ყავდა და რაც თავარია ვინახა ალამაზებდა ამ საღამოს თუ არა ჩვენი ინდიელი მეგობარი ლუისი ნახეთ დია თუ ლუის ჩვენი სმენელი ცნობს ლუისი ეს უკვე ჩვენი ოჯახის წევრია ფაქტობრივად განუყოფელი იმიტომ სულ მეუნება სულ გველაპარაკება ქართულად ხალხო ცდილობს რომ ისწავლოს ქართული ნუ რა თქმა უნდა Google Translate-ით იქ ალბათ ხელოვნური ინტელექტის საშუალებით მაგრამ სულს სადაც თქვენ იქაც მე დაილოცოს თქვენი ოჯახი მშვენიერი მაღალ ფარდოვანი სიტყვები და ხვდებით ხოლმე მე საიდან არის ნათარგმნი მაგრამ ის იმდენად მიგვიღო მან ჩვენ და ისე დაგვიმეგობდა რომ სუგონება რომ შენ და გუგა სადაც წახვალთ ყველგან დაგიმშვენებთ ხარს მე გეტყვით მომავალ გეგმებს კეთი შეკითხვა პირველი ნაწილი როცა დაიწერა ხო მუნასი აი მეორე ანუ როცა ხატავ მაშინ იბადება სიუჟეტი თუ სიუჟეტი უკვე დაბადებულია და მე ხატავ არა მე ესე უცნაურად როგორც მუნა დავხატე ჯერ და შულთან ერთად და მე იბადება ეს ხატვა და მე ხატვა კი ანუ იქ არის ყველაფერი ხატვის დროს ყველა დეტალი ფაქტიურად არის ის ნაწარმოების გმირი და ის სიტუაცია რაც აღწერილია მაგრამ მეორე ნაწილზეც ნუ პირველი ნაწილი უკვე მოყოლილი მაქვს თქვენ ეთერშიც და არაერთ ეთერში რომ რა თქმა უნდა ეს დაიწერა ბორჯომში არაჩვეულებრივ პარკში სერაფიმ საროველის ტყეში ხოლო მეორე ნაწილი აი საკმაოდ მიშა კარგად ახსენე შენ რომ ამ ქვეყანას და საერთოდ სოფლიოს აკლია სიყვარული სითბო და რა თქვა მშვიდობა ხო და ამიტომ როდესაც დაიწყო რუსეთ-უკრაინის ომი მე ნათქვა მაქვს რომ დაიბადა უცებ ეს იდეა აი სახში ვიჯექი და უცებ მე თქვი უნდა გაგრძელდეს ნაწილი რომ ორი დაპირისპირებული ტომი ორი დაპირისპირებული ერი თუ რაც არის შევარიგე იცი რა მაინტერესებს კეთა ანუ პოკაჰონტასთან აქვს თუ არა მუნას საერთო არანაირად ეს ჩემთვის შეურაცხყოფა არა რა იმიტომ რომ ხოთეშოს იქაც აღნიშნეს ბავშვებო პოკაჰონტას არა მე ერთი ძალიან კარგი ჩემი მეგობარი გიორგი გველესიანი ალბათ გიორგისაც ერთხელ იხილავთ ამ სტუდიაში ძალიან საინტერესო ადამიანი თარჯიმანი და მწერალი მან თქვა რომ არანაირი პარალელის გავლება არა პარალელი არა პარალელია არა უბრალოდ ხო არ იყო თქვენ თეთრკანიანი წითელკანიანი ინდიელი კი რა თქმა უნდა ყველა კოლონიზატორი მოდით ესე ვთქვა რა თქმა უნდა ხო ყველა გავიზარდეთ რა თქმა უნდა მას დისნეის მულტფილმებზე და ნუ პოკაჰონტას ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარლის მულტფილმია და ასევე ნამღერი მაქვს ეს სიმღერა ხათაშა კი ჩვენთანაც ფეისბუქზე მედო ხო და კი ესეც რა თქმა უნდა ალბათ რაღაცა გავლენა პატარა ეკონდა პოკაჰონტასაც მაგრამ ეს აბსოლუტურად ჩემი რა თქმა უნდა ფანტაზიის ნაყოფია და სიყვარულის რასაც ქვია კი უბრალოდ პოკაჰონტასთან ძალიან განსხვავდება იმიტომ რომ მე იმდენი წიგნი მაქვს წაკითხული ინდიელებზე განსაკუთრებით ფენიმონ კუპერი ეს იქნება ჩემი საყვარელი ჯეიმს კერვუდი მაინ რიდი პირველი ვინ გაგვაცნო უთავო მხედარში პირველი ინდიელები ჩდებიან უთავო მხედარში ხო სარია ასე რომ და სხვათა შორის არ ვიცი თქვენ წაკითხული გაქვთ თუ არა მიშა შენ გექნება აუცილებლად წაკითხული ნადირ თმჟლეტევი აი ესეთი ნადირ ჟლეტევი ხო ავტორი ხო ზვერაბოი კი როგორ არა კი ზვერაბოი როგორ არა ეს არის არ ვიცი მე ეს არის კი სასწავლო თუ გინდა რომ გაიგო რატო გახდა ნათანიელ ბამპო ხო ნადირ თმჟლეტავი თუ რაც ქვია უნდა წაიკითხო ზუსტად ეს ზვერაბოი კეთი რა გამახსენდა ისი აი სკოლაში იყო ხოლმე ბიბლიოთეკა და იყო ხოლმე ეხლა არ ვიცი ეხლაც არის თუ ხო და სათავგადასავლო ლიტერატურა იყო ხოლმე და თითქმის ყველა ანუ ეხლა გამახსენდა ეს ალამაზი გამოცემა და როგორი მე რატო გავხდი მხატვარი ილუსტრატორი რომ აი ეს ბავშვობის ის მაკლია რომ ამაზე რაღაცა უნდა ვთქვა იმიტომ რომ ეს
საბავშვო ლიტერატურა, მოდი ესე ვთქვათ. მაგრამ შვიდად წასაკითხია, ანუ ბავშვობაში ბრუნდები, რაღაცნაირად ზღაპარს, როგორ ზღაპარი, გუში გადავიკითხე სიმართლე რომ გითხრა კიდევ ერთხელ რომ რაღაცნაირად ის ქონოდა, რა ქვია, ენერგეტიკა. მიშა, კი ბატონო, შენი მხელა ემოციებში ხარო. ეხლა ამაზე რომ ვისაუბროთ, დრო აღარ დაგვრჩება სტუმრებისთვის და თავარი არის, მინდა თქვა, ნახე ქეთა, როდესაც ადამიანზე აი ესეთ გავლენას ახდენს, ხო? შენი შემოქმედება, აი მიშა არის, რა ვიცი, დღეს დილიდან ისე აჯიტირებული. არა, ეს არის ძალიან კარგი. ანუ ნახე რას ვამბობ, ანუ ამ შემთხვევაში მწერალმა სათქმელი თქვა მხატვარმა, როდესაც შენი ნახატი ესე გულამდე მოდის და იცი რომ შენი ნახატები ჩემთვის კიდე საერთოდ განსხვავებული თემაა და სხვა თემაა, ну ძალიან ახლოს არის, მით უმეტეს როდესაც ამ ფერებს უყურებ, ხო? რატომღაც ჩემთვის როგორც დამთვალიერებლისთვის, როგორც ესე ამას რატომღაც იმპრესიონისტურ ჟანრს ეწახიან. ანუ პირველი, ხო, ეს არის მართლაც საოცრება და გურამს მინდა დაუსვა კითხვა. ხარ თუ არა ქეთას შემოქმედების პირველი შემფასებელი, როგორი შემფასებელი ხარ, რამდენად კრიტიკული ხარ? ძალიან კრიტიკული. გურამ პასუხი და მე შენს პასუხს მოვისმენ და არის თუ არა ქეთას შემოქმედება თქვენთვის мотиваცია და ინსპირაცია. კი ბატონო. თავად ქეთა რა თქმა უნდა. დიახ. ერთს დავამატებ წინა თემასთან დაკავშირებით, რომ ჩემი აზრით საბავშვო წიგნის ღირსება და როგორ შევაფასოთ კრიტერიუმი კარგი წიგნის არის ის, რომ მისი წაკითხვა შეუძლია სიამოვნეთ უფროსსაც. ამით დავიწყეთ საუბარი. და აქედან გამომდინარე ვფიქრობ აი თქვენც მიშა თქვენი მაგალითითაც მეც როგორც ადრეც აღმენიშნავს რომ ძალიან ბევრი მაქვს ეს წიგნი წაკითხული გამომდინარე იქიდან რომ რედაქტორი ხართ კი ბატონო ბედმა მარგუნა ამ წიგნის რედაქტორობა და აქედან გამომდინარე ვიტყოდი რომ ძალიან კარგი წიგნია სადა წიგნი სადაინთა დაწერილი სადა დიახ და ჩვენი შვილია და მეორე მხრივ არის ბევრი ფაქტოლოგიური მასალა როგორც ამბობ, აი ბევრი მასალა ისეთი რომ ადამიანი, ბავშვი, ახალგაზრდა, ბევრ ამას გაიგებს ინდიელებზე. კი, და თან ინფორმაციაც არის, როგორ ცხოვრობენ ინდიელები, როგორ თვებოდნენ, როგორ ხო, ამას ვიძახი, დიახ. კი ბატონო, რაც ეხება ჩემს კონტექსტზე რო კას წამოგიღებ მაგას. თქვენს კითხვას, რა თქმა უნდა, მე ვცდილობ ეხა ჩემი აზრი გაუზიარო ქეთას, მის ნამუშევრებთან დაკავშირებით, ხშირად არ იღებს იგი, ჩემას ხშირად. არა, ბოლოს ხანდახან იღებს, ხანდახან არ იღებს. თავიდან წუწუნებს ხოლმე როგორც წესი, მაგრამ მე ვეუბნები რომ ქეთა თუ მე მეკითხები, ეს არის ჩემი აზრი. მე ხო არ გეტყვი მას რა შენ მარტო გესიამოვნება და გინდა. მე უყურებ ასე. შეიძლება არ დამეთანხმო, მაგრამ ეს არის ჩემი შეხედულება. შენ ნამუშევართან დაკავშირებით, იგივე წიგნთან დაკავშირებითაც იყო მომენტები რაღაც რომ თქვა ხო არ ჯობდა ეს სახელი სხვა ყოფილიყო აქ. ან რაღაც აი პატარა რა თქმა უნდა ქეთას ნამუშევარია თლიანად. მაგრამ რაღაც პატარა ჩასწორებები, ასე ვთქვათ, მე შევიტანე და მით უმეტეს ეს რედაქტორი. ხო, რედაქტორი. არ ვამბობ ორთოგრაფიულ, გრამატიკულ იმას, რა ქვია, კუთხეს. თვითონ შინაარსობრივადაც, ანუ რაღაც პატარა ჩასწორებები მე შევიტანე. რედაქტორის ფუნქციაც ეს არის. დიახ. და აქედან გამომდინარე, რა ვიცი, ხო, ქეთას ნახატებს დაუბრუნდეთ. კი ბატონო. ქეთას ნახატებს დაუბრუნდებით, მაგრამ მანამდე ისევ რადგან გურამი გვესაუბრება, ეხა აი მინდა რომ ეს ხაზი გავაგრძელოთ, გურამის შემოქმედება. ეს საკეთებაა არის თუ არა ქეთა თქვენთვის мотиваცია, ინსპირაცია. კი ბატონო, შესანიშნავი შეკითხვა. კი, დიახ. აი მისი ნახატები, თქვათ, ჩვენი საუბრებიც, დიახ, არის ხოლმე. იცი რა, ეს შემოქმედება ისეთი თემა არის, რომ ბევრი არხებიდან და კუთხეებიდან შემოდის ადამიანში და შეიძლება ხანდახან არის ხოლმე რომ თქვათ აი ლექსი შეიძლება დაიბადოს კამათიდანაც ანუ შეიძლება რაღაცა გულის ტკენიდანაც მე არ ვიზახე მეუღლესთან დაკავშირებით მარტო მეუღლესთან დაკავშირებით არ ვიზახე ზოგადად ცხოვრებაში და ანუ რა თქმა უნდა ჩვენი ურთიერთობი ეს ანუ ჩემი შემოქმედება გარკვეულწილად ჩვენი ურთიერთობის ნაყოფიც არის ხო იმიტომ მე რო ყოდა სხვანაირი ცოლი ალბათ შეიძლება ლექსები სხვანაირი გამოსული ძალიან კარგი პასუხია დიახ და აქედან გამომდინარე ვფიქრობ რომ რა თქმა უნდა
გეტასაც შეაქვს თავისი წვლილი, ისე როგორც მე ვფიქრობ, რომ მის შემოქმედებაში პატარა ჩემი მარცვალიც ალბათ არის. ინო როგორი კარგია და რა ბედნიერება როცა მეუღლები ერთმანეთს უგებენ და აი თავისი შემოქმედებით ერთმანეთის გვერდით განადავსებენ. აი ქეთასთვის უნდა გეკითხა ხო? ქეთას ნახატებს. იცი რა არის ქეთა რაღაცნაირად მეჩვენება რომ სტილი შეიცვალეთ არა. ნუ დაიხვეწეთ კი. და რა ძველი ნახატი, ამის ესენი უფრო ახლები. ხო და იმ ახლებზე ვლაპარაკობ იმ ფესვებზე, რომლებიც ამას უყურებ, რომ იმას ვერ ხედავთ. აი ეს რა ქვია, ის მინდა რაღაცა ის სიმბოლურია თითქოს ფესვების და ზედაპირის შანს, ანუ და შემოდგომის მისტიკური ტყეები ხო, ანუ ეს არის თითქოს ისი როგორი შაბეჭლება, თითქოს ჩვენ შეგვეშალა კიდეც, ანუ ზერო არ ყოფილიყო, დავაყენებდით ისე, მაგრამ აი ერთმანეთს პირიქით და თითქოს სარკისებრი ის არ არის, თითქოს სარკია იქ. და ხო და ეს ნუ ახლა მონას ცოტა გადავუხებთ, რა ხდება იქ იმ ნახატში? მაგ ნახატში ახლა აქეთ როგორც ხედავ ეს არის შემოდგომის მისტიკური ტყექვია და რატო? ცოტა უფრო უნდა ჩამებნელებინა, მაგრამ დღისით, თუნდაც დღისით აი ეს ზისხივებს რო ირეკლავს. სიცოცხლე რო ხო ჩქებს ზუსტად, იმიტომ რომ მე მჯერა დღის სულების როგორც ინდიელს. როგორც ღაფრის გვირს, ხო? რა თქმა უნდა, იმას ყავს თავისი ტყის სულები, ტყის სამყარო, ხო? ლეშით როგორ ქვერუსულად, ხო? ანუ რა თქმა უნდა, ესენი არსებობენ, მე მჯერა და აი რა ხდება ტყის, ასე რომ ვთქვათ, ხებს მიღმა, აი ყოველთვის მაინტერესებდა ბავშვობაშიც, რომ აი რა ხდება, როგორ ცოცხლობს, როგორ ფუსფუსებს. ეს რა თქმა უნდა, მხოლოდ ღმერთმა იცის და ასე ვაჟაფშაველა, არაჩვეულებრივად აღწერდა ვერც ერთი პოეტი, ვერც ერთი მწერალი ისე ვერ აღწერდა და ვერ შეიგრძნობდა ისე ბუნებას, როგორც ჩვენი ვაჟაფშაველა. ეს გველის ჭაველი იყო და ესმოდა. ნებისმიერი, კიდეც ნუ შლის ნუკრის ნაამბობი აიღე და კიდეც ხმელი წიფელი, რომელზეც დღემდე მეტირება. მისტიკოსი იყო გარკვეულწილად. საოცარი. და მე უბრალოდ შევეცადე, რომ აი ეს მისტიკა შემერწყა მის ფერებთან, იმიტომ რომ ერთ-ერთი ფუნჯი ვერ აღწერს იმას, რასაც დედა ბუნება, ხო სწორია? მაგრამ მაინც ვეცადე, რომ ეს ფერადი, ლამაზი, გარდამავალი ის, სხვა შორს ახლა ესეთი ლამაზი არის საბუდარას როგორ მინდა ხო ეხლა ძალიან ლამაზი ჩვენ ერთი კვირა და მე უკვე ყველაფერი გაქრება ჩვენ კიდევ არის დრო აი იქნება მოახერხოთ მე და ჩემ მეუღლე მე კიდევ უფრო მეტი მუზა და აიდეა დაიბადება და მეორეს რაც შეეხება მეორე ნახატზეც რო ვისაუბროთ აი ქვემოთ რა დგას ხო ეს ორი ნახატი მინდა გავიტანო ლუვრის კარუსელზე ამაზე უფრო ვრცლად ვისაუბრებთ კი აუცილებლად იმედია მოეწონებათ იქ სარაგიჩი. ეს არის ჩრდილოეთის ციალი, ანუ ჩემი ერთ-ერთი ოცნება კიდე არის, რომ ნორვეგიაში, კერძოდ უფრო ყველაზე კარგად ჩანს ნორვეგიაში, წავიდე და ვნახო ეს ჩრდილოეთის ციალი, ძალიან. თუ იქ სადმე გამოჩნდება მგელი ხო საერთოდ ეს ჩემთვის დალოცვა იქნება, რასაც ქვია. ხო, კი, ზუსტად ხოკი. კეთა საფრანგეთი ახსენე ლუვრი და კონკურსი ხო, უფრო დეტალიზაცია გვაინტერესებს, ანუ კონკურსი გამოცხადდა თუ გამოცხადდება. კონკურსი კი არ გამოცხადდა, დიდი ხანია ეს კონკურსი წარმოედგინე. ანუ ეხლა ამ ეტაპზე. ამ ეტაპზე კი ეს პირველად ტარდება საქართველოში, სხვათა შორის აღსანიშნავია, რომ არა, სხვათა შორის ბათუმიდან უკვე იყო ამ ლუვრის კარუსელზე წასული რამდენიმე დელეგაცია, მაგრამ ეხლა ჩვენი ორგანიზატორები, ვინც არის ქალბატონი თია სილაგაძე და მაკა კახიძე, ძალიან კარგ რაღაცას აკეთებენ, 30 ქართველი მხატვარი შეკრიბეს და აქედან ალბათ ერთი 10 მაინც უნდა არჩიან, რომელიც მიიღებს მონაწილეობას აპრილში, 12 აპრილს სხვათა შორის, იმიტომ რომ წელიწადში ორჯერ ტარდება. ლუვრში, პარიზში, ანუ ლუვრის ჩვეულებრივად ამ მუზეუმში, ერთი სივრცე ერთმობა ცნობილ საერთოდ მხატვრებს, სადაც ჩამოდიან, ნუ არ ვიცი, ალბათ მთელი მსოფლიოდან და როგორც ვიცი, ამ გამოფენას თუ გაგიმართლებს და მოხდები შესარცევ კონკურსში და წახვალ ლუვრში, მილიონზე მეტი მნახველი ყავს, მილიონზე მეტი წარმოედგინე ჩამოდის კოლექციონერი და ასევე გალერისტი და რამხელა შანსია ეს ქართველი მხატვრებისთვის და ნებისმიერი მხატვრისთვის, განსაკუთრებით თვითნასწავლი მხატვრისთვის, რომ იქ მონაწილეობა მიიღო და რამხელა კონტაქტებს დაამყარებს. წარმოიდგინეთ და რა ვიცი მე. კარუსელი რატომ ქვია? მეც მაინტერესებს კარუსელი რატო ქვია, მაგრამ ნუ ესე ქვია ლუვრის კარუსელი, იმიტომ რომ
სხვადასხვა ჟანრის მხატვარი იღებს მონაწილეობას და ესე ვქვია კარუსელი, სხვადასხვა ეროვნების რა თქმა უნდა. ქეთა რომელ ნახატებს აკეთებდი? ჯერჯერობით აი თვითონ გამოფენაზე რომელიც ახლა გაიმართება სხვათა შორის ეხლა არის ხო გური 14 ნოემბერს თქვენ შეგიძლიათ თუ მოახერხეთ მობრძანა შემდეგ პარასკევს 3 დღე ექნება დათმობილი ანუ რა ქვია მას ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა გალერეაში ხო მასში აღმაშენებლის ასოთში და ასამში და წარდგენილი იქნება სხვადასხვა ჟანრის მხატვრების ნახატები ეს ყველაფერი 3 დღე გაშუქდება სხვადასხვა ტელევიზიაში კარგი იქნება თუ ბევრი ტელევიზია გაშუქებს და ყველაფერი გაიგზავნება ეს ვიდეო მასალა ლუვრში, სადაც კომპეტენტური ჟიური არჩევს რა თქმა უნდა სასურველ მხატვრებს. მე ყველა მხატვარს აბსოლუტურად მე აი აბსოლუტურად უბოროტო ვარ, უსურებ წარმატებას, წინსვლას, გამარჯვებას, პირიქით რაც მეტი მხატვარი და ხელოვანი წავა საქართველოდან ასახელებს ჩვენ ქვეყანას, მით უფრო უკეთეს. მე სულ ვამბობ, ყველა გადაცემაში ვამბობდი, რომ ხელოვნება გადაარჩენს სოფლიოს. აუცილებლად განსაკუთრებით ეს არის მხატვრობა. დოსტოევსკი როგორც ითქვა. ხო. ჩემთვის ხელოვნება. ხელოვნება გადაარჩენს აუცილებლად და ეს არის იმიტომ რომ ყველა მხატვარი ერთ ენაზე საუბრობს. ბატონო, თავარი გზავნილი. ხელოვნება შეახსენებს და დააბრუნებს სიყვარულს, ესე ვფიქრობ. კი, მეც ამის იმედი მაქვს. კი ბატონო, იმიტომ რომ უკვე ამის დეფიციტი არის და ამის მოთხოვნაც დაიწყება. ეხლა არ მინდა რომ სხვა თემაზე გადავიდეთ, იმიტომ რომ ეს იმდენად ანუ საინტერესო კი კონკურსი არის და გვისურვებთ წარმატებას და ყველა მხატვარს აბსოლუტურად, იმიტომ რომ იქ ჩემი კოლეგებიც იღებენ მონაწილეობას, ჩემი მეგობრებიც პირდაპირ ვისაც ძალიან კარგად ვარ და მინდა რომ ძალიან ბევრი წარმატებებს უსურვებთ ყველას და შემდეგ რა თქმა უნდა ჩვენს ეთერშიც დავპატიჟებთ ამ ადამიანებს. განსაკუთრებით ორგანიზატორებს, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო ადამიანები არიან. და ასევე მოლაპარაკები. და ის მაინტერესებს, აი, ანუ ამდენი წელი, თქვენ მეუღლეები ხართ, პანდემია თქვენი შემოქმედებითი. გურამ, რაც შეეხება ხატვას. გურამ ჩემზე კარგად ხატავს და არაფრით არ ამბობს. აი, მაბრაზებს. შიგადაში ხატავ, ასე ვთქვათ, არ მაქვს აბსტრაქციებს. დიდი პრეტენზია ხა რომ ხატვარი ვარ, მოც შიგადა ჩემთვის ხატვა არის პირველ რიგში აი დამშვიდების საშუალება, როცა ისე ცხოვრება ჩვენ გარშემო რომ მოგეხსენებათ და პოეზია რა არის? თერაპია. პოეზიაში ახლა უფრო ვცდილობ, რომ მაინც უფრო სერიოზულად ვეკიდები პოეზიას და მხატვრობა ჩემთვის არის უბრალოდ რაღაც ანუ სიტყვებს ფიქრებს საძლევთ და რაღაცნაირად ეს გზავნილებია. და აი ფერების ამას მეუღლე რო იტყვის და ამასობაში ხომ არ წაგვიკითხავდით? სიამოვნებით. ხო, იმიტომ რომ ისე ახალ ლექსებს წაიკითხავ. ხო, ახალ კრებულში, მაგრამ ჩვენ ხო დაკვირდით რომ იმაზე აუცილებლად ცალკე ვისაუბროთ. კი ბატონო. დიახ, კეთილი. აი კითხავთ მაშინ ესეთი ლექსი არის მე შენ დაგეძებ. მე შენ დაგეძებ, მე შენ მჭირდები. ყვავილს უფესვოს გავარ უშენოდ. მე მჯერა იმის, რასაც მპირდები, რომ შეგიძლია ჩემს გულს უშველო. ცხოვრება კი კვლავ მიიზლაზნება, ვით ლოკოკინა გზად ლორწოს ტოვებს. აზრები ცვივა დაცლილ ვაზნებად, ნებები ისევ მიშენენ ტორებს. სიცარიელე ნიღბებით მოდის. თეთრი და შავი არეულია. როგორ გაუძლო მე ამდენ ლოდინს, იქ სადაც ძმობა გალეულია. მივდივარ მარტო, მე შენგეძებ ისევ, ვიცი უშენოდ ვერ გადავრჩები. წარე საწუთრო ცდუნებებს მისევს. გზა თავიდან მაქვს მე ასარჩევი. როდემდე უნდა გაუძლოთ კივილს, ან გულგრილობის ისრებს რა უყო. ამდენი სიტყვა პასუხი ცივი, ალბათ დიდხესაც ფესვებს გაუხმობს. მივდივარ მარტო ცხოვრების გზაზე და ჩემს მიწაზეც თითქოს უცხო ვარ. მითხარით როგორ ვიჯავრო სხვაზე, როცა მოყვასაც ვამჩნევ ურცხობას. მე შენ დაგეძებ, მე შენ მჭირდები. ყვავილს უფესვოს გავარ უშენოდ. მე მჯერა იმის, რასაც მპირდები, რომ შეგიძლია ჩემს გულს უშველო. ბრავო. როგორი ლაკონური და როგორი ზუსტი მესიჯებია. როგორი ფილოსოფიური და ღრმად. თუ აქვს რა რამდენიმე სკეცა იკითხოთ. როგორც კიდე. მე ვფიქრობ, ნოემბერი.
კეთას უნდა ვესაუბროთ კი. მე მინდა რა ჩემი ძალიან მალე გურამს კიდე ცალკე მოვიწევთ თავის პოეზიით აუცილებლად და კეთა ნახე რაც შეეხება ეხა ინდიელებს ვიცი რომ შენი ინსპირაცია, მოტივაცია, ინტერესი ბავშვობიდან და ფაქტიურად არ ვიცი გეტყვი კიდე მომავალ გეგმას რას ვიქნებ მომავალ გეგმას კი მაგრამ იმდენად შესაძლებელი გაკეს რომ ხო თითქოს იქაურია წარმომიდგენია უკვე რომ რაღაცა სხვა თემაზე წერო და ხატო და ხატო კი ყველას ეგ უკვე თუნდაც ეს ფერები ხო მართალი ხარინა თუმცა ნუ არის ხოლმე რომ ემიჯნები ამას და რაღაცა სხვა მოდის შემოქმედებაში იმიტომ რომ თავარი ასე ვთქვათ არის მუნა მაინც ხო ნინ როგორ მოდის არ გაინტერესებს ეს ყველაფერი ანუ ინსპირაცია საიდან მოდის ანუ ეს შეიძლება იყოს აი randomly არაერთ უცხო იმას პრესას ჩაბურთვევია ხო ინტერვიუ აი შეიძლება ესე უცებ მოვიდეს შეიძლება სიზმარში ვნახო რაღაცა სხვათა შორის აი ეს ნახატი რომ დავხატე აი სულ მე სიზრებოდა რომ აი ეს ფოთლები ფერადი ფოთლები რაღაც მე თქვი აუცილებლად რომ გავიღვიძებ უნდა დავხატოთ ხო და როგორ ხატავ ალბათ გაინტერესებთ ეს პროცესი თუ შემოგვახედებს სამზარეულოში რა თქმა უნდა მუსიკა იმიტომ როდესაც ხატავ ნუ ახლა როდესაც ინდიელებს ხატავ აუცილებლად ფლეიტა ესეთ ჯადოსნური ფლეიტა და მათი ტრადიციული სიმღერები მაგრამ როდესაც იხატება ბუნება ლანდშაფტი ხო ეს ყველაფერი რა თქმა უნდა კლასიკა კერძოდ რა თქმა უნდა ბახი მოცარტი ჩვენი ჰაიდი და ანუ ხო რა თქმა უნდა კლასიკა და აუცილებლად ძალიან მიყვარს კიდე 4 სეზონი ვივალდის და აუცილებლად შემოდგომა როდესაც შემოდგომა თუ ზამთარი და ესება გარჩეული ამ პროცესში იქნება იაპონელებს აუცილებლად იაპონური მუსიკა და ლამაზი როგორი რაღაცა თქვა წარმოიდგინე შენ სიზმარი დაგესიზ და გაიღვიძე და დახატე თუ არ დავხატა დაბედნიერი ადამიანი რომელსაც შეუძლია სიზმარი დახატო ნიშა როდესაც ხატვარი ხო ხატვარია და როგორც შეიძლება უცებ მოვიდეს მუზა და პოეტმა დაწეროს ლექსია სადაც არ უნდა იყოს. ბედნიერი კაცი ვიქნებოდი რომ ჩემი სიზმრები რა. სხვადასხვა აი შეიძლება ორი სიტყვით ამასთან დაკავშირებით. მე სხვადასხვა ძალიან ხშირად მომდის ასე რომ ღამით აი დაწოლის წინ რაღაცა ჩამყვება და დილით ანუ ღამე რა მუშაობს ეს ღამე ხო სასწაულია ხო სადوارთ ღამე ხო კოსმოსში ვარ შეიძლება ვთქვა და იქიდან ეს მოდის უკვე შეცვლილი ფორმით და მე იმ წუთში თუ არ ავდიქი და არ დავიწყე წერა არაფერი არც ხელი უნდა დავიბანო პირდაპირ რომ გავარდე და აი რაღაც უცნაური ამ ბოლო დროს ეხა მე არც პოეტი ვარ არც მხატვარი თუმცა მიყვარს წერა ანუ ზოგადად ხო შეიძლება რაღაცა ჩანახატი იყოს შეიძლება თუნდაც აი ანონსზე გადაცემის ანონსზე ხო კეთა იცი და გესმის რას ნიშნავს ანონსი რომ სამწინადადებაში უნდა ჩადო ყველაფერი ხო ანუ აი რაღაც მაქვს დასაწერი ამე აი როდესაც ძილის პირულია ასე ვთქვათ იმ დროს მოდის მუსიკა მოდის მე რას ვაკეთებ იცი იმიტომ რომ წარე გამოცდილება მაქვს იმის რომ დილას გამიღვიძია და ის დაკარგულა კი უნდა ჩაწერო აუცილებლად ჩავინიშნავ და შემდეგ უკვე ვაცოცხლებ ამას ხო ასე რომ ძალიან ისეთი ახლო განცდაა და ახლო გამოცდილება ერთი ვარიანტიც არის კიდე ჩაიწერო სხვადასხვა აი რა დაიმახსოვრო მოკლედ რა არა სიტყვასაც ვერბალური დამახსოვრება მაგათად აი ტელეფონითაც შეგიძლია რაღაც უფრო ანუ ხო თავარი არ დაკარგო მაგრამ აი ვერბალური ჩაწერა რა მაგათ ბეგაპეს გამომიცდებს გავსი რა გაცილებით უფრო მუშაობს იმიტომ რომ ის ინტონაციაც კი ის პაუზები რომელიც შეიძლება სიტყვიერად არა მაგრამ ის მეხსიერებაში აგიდგენს და შემდგომში უკვე აი რისთვისაც ეს ჩაწერე იმაში აუცილებლად გამოგადგება ანუ იმუხს გაძლევს და ფლიანად აღადგენს იმას რისთვისაც ეს შენ გააკეთე კეთა სამომავლო გეგმები ვიცი აი ხო
პირველი არის ლუვრი და ერთი რაღაც უნდა მეთქვა ხო ბევრი გვისმეს და არაერთმა სკოლამ შემოგთავაზა რომ ჩვენ შეგვეტანა მუნა. ხო და ეხლა კიდე ერთი სკოლიდან ველით მოსაწევს ასე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ ჩვენ გვინდა რომ ბავშვებს ახალგაზრდა თაობას და მოზარდებს გავაცნოთ ინდიელ ხალხთა კულტურა, ისტორია, რომელიც ეფექტურად ამოშლილია და ჩვენ ზუსტად აი ამისთვის გვინდა, ანუ პროპაგანდა რაღაც არ გაიგოთ, უბრალოდ ხელი შეუწყოთ და გავაცნოთ რომ ვინ არიან ინდიელი ხალხი მართლა რომ ისინი they were not savages ხო? რამხელა ცივილიზაცია, რამხელა კულტურა ქონდათ და რამხელა უსამართლობას გადააწყდნენ თავიანთი ისტორიის მანძილზე. ხო და ძალიან გვინდა რომ ესეთი საინტერესო ლამაზი საღამო უწყოთ ისეთივე როგორიც თქვათ იყო წიგნის სახლი ბახტრიონზე მწერალთა სახლში და რა თქმა უნდა ლუისი რადგან ყოველთვის სხვა შორს ეგრე მომწერეს ლუისი ხო წამოიყვანთ ლუისი ჩვენია ლუისი ჩვენი მეგობარია. ერთხელ ჩემი მეგობარი მეუბნება რომ ეს დღეს გავედიო თავისუფლებაზე უკრავდა, მაგრამ ძალიან ახლოს არ მივედი, იმიტომ რომ ქეთას არ წყრა. არა, მე ვთხარ რატო ჩემი საკუთრება კი არ არის თქო. პირიქით, მას უხარია ხალხო თუ ვინმე გვისმენთ და თქვენც თუ მოხვდებით თავისუფლებაზე, გაუღიმეთ, მიესალმეთ, მეტი არაფერი, ოლა ლუის და გაუხარდება, იმიტომ რომ ისეთი ბედნიერია. მე მწერს ხოლმე რომ აი ეს დღე გამილამაზეთ, ის დღე გამინათეთ, როდესაც ხო მომესალმეთ და გამარჯობა მისურვებ მეტი არაფერი. აი იცი რა, ახლა ფიქრობ და რაღაცა ვერ წარმომიდგენი მუნას მერე ვინ იქნება. ლიზა, აი რომელიც უკვე არის კი ეს გზაში არა უკვე დაწერილია უკვე მისი ძალიან ლამაზი ილუსტრაცია, ანუ უბრალოდ ყდის ისიც შექმნილია. ნუ ჩვენ ჭირდება რედაქტორი უკვე ნაშოვნიკოს ამ შემთხვევაში ძალიან მთხოვა ბატონმა ლევან გორინთელმა ხო და გორვანელმა უბრალოდ ხო და ნახოთ გაისად ძალიან გვინდა ლიზამაც ეს უკვე ქართულ გოგონაზე არის და რაზე იქნება თუ ლიზა მეოცნებე მხატვარი. ლიზა მეოცნებე მხატვარი. ეს ისეთი საინტერესო ისტორია, ეს ისეთი კარგი რომანტიკული ფილმი გადაიღებოდა. მეოცნებე მხატვარი ცოტა ქეთი ცხოვრა. რა თქმა უნდა, ეს არის ცოტა ავტობიოგრაფიული, მაგრამ ცოტა ტრაგიკულიც, იმიტომ რომ რაღაცა ტრაგიკული რო არ შევილი. არ გამოდის მაგის გარეშე ცხოვრება. მაგრამ ძალიან საყვარელი და შემიძლია მე გადმოგიძ. არა, ეს უკვე ჩვენი მოზარდებისთვის უფრო მეტად, ხო, არა. ნუ ეს რომანია, შეგვიძლია ვთქვათ, ხო? ქეთა მოდი. ისე მინდა დაუბრუნდე უკვე ჩვენი დრო იწურება თანდათანობით და მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი იდეაა ამის გასოცხლება. აი, მით უმეტეს თქვენ უკვე გაქვთ გამოცდილება გარკვეული ხელდა ძალიან საინტერესო ნამუშევრები. ძალიან ლამაზი შეიძლება თავისი საუნდებით და მე გაგიხმოვადებთ კიდევ ერთხელ გეუბნები. ძალიან გვინდა, მაგიტომ გვინდა. იმ პროგრამას არა, მაგრამ არის ფასი, ეს არის უფასო პროგრამა. თბილისი და აი ეს უფასო, ის ფასიანი პროგრამა მინდა რომ ავითვისო და ვისწავლო, მაგრამ მას სჭირდება კარგი დიდი კომპიუტერი და ტექნიკა. იმდენად კარგად ხარ ამ ყველაფერს დაუფლებული, ხა Facebook-ს თუ გადახედავ ძირითადად უკვე ეს გაცოცხლებული. თავის გვირებთან ერთად სადღაც ფოტოები, ანუ სულ არის ფაქტიურად ხელოვნური ინტელექტი. ხო, ვეღარ განასხვავებ. ძალიან ლამაზია, მაგრამ ჩვენ თავს ხო არ უკარგავთ ამასობაში. აი საკეთემა. ხო, აი საინტერესო კითხვაა, მაგრამ კაი კითხვაა, კი. იმდენად ჩამთრევია, იმდენად ლამაზია, იმდენად კარგია თან თუნდაც იმ ძველ ფოტოში რო ხარ მე იმას კადრებად აცოცე მიყვარს კაცოცხლობა ხო კარგია მაგრამ ნახე მე მეშინია მიშა ერთი წუთით ნახე რა მაინტერესებს ერთია რომ ფაქტობრივად პატარა მონოფილმები კეთდება ძალიან ბევრი ესეთი რაღაცას წავაწყდი ну ეს ხო არ იქნება სამომავლო დღეს არ ვამბობ მაგრამ ამ ტემპით თუ გაგრძელდა რაღაცა კინოინდუსტრიასთან დაჯახება თუმცა კინოინდუსტრია ხელოვნურ ინტელექტს იყენებს და საკუთარი თავის დაკარგვა აი უბრალოდ ეს მაინტერესებს მე დადებითი მხარეები კი აქვს დადებითი მხარეებიც მაგრამ უარყოფითი არის ზუსტად ეხლა ვერ ვისაუბრებთ რა თქმა უნდა თუ აღარ დაგვრჩა მაგრამ აი როგორ აკონტროლებ იმას რომ ძალიან არ ჩაგითრიოს ძალიან ძნელია, ისეთი მაცდურია, სულ ცდილობ ხოლმე, რომ ყველა ნახატი გავაცოცხლო, ძალიან ლამაზია. თან ხოჩი როგორ აცოცხლებ, შენ თვითონ ეუბნები, შენ თვითონ უწერ, ანუ ის კი რომ თვითონ აცოცხლებ, შენ თვითონ ეუბნები, რომ აი ესე გააკეთე, ესე ქენი, თქვათ გოგონა იმას ჩაეხუტება, გადახდება სხვაში, გასურაში ის
ნინო რას გეუბნები ეს იგრძენი ხო ნინო რას თქვა კი მესმის მართალი ხარ იმიტომ კი ამბობენ რომ შემდეგში ხელოვნური ინტელექტი ჩაანაცვლებს ყველაფერსო მაგრამ მე მგონი ეს მე ვფიქრობ დოზირებულად ყველაფერი მისაღებია ოღონდ ეს არის რომ აი კეთახები შეიძლება ისე დაგაზომბიროს აი მაგას ხო აი ზუსტად რომ საკუთარი თავი დაკარგო აბსოლუტურად კეთახები ვინც ამ ბალანს დაიცავს ძალიან ძნელია აი ჩვენთან 21 საუკუნეში ძალიან ძნელია ამ ბალანსის დაცვა მიწვედეს ერთ რამეს გეტყვი რაც მე გავაცოცხლე ეს იქნება მუნას პერსონაჟები ეს იქნება ჩემი ნახატები წამოვიდა შეკვეთები და მართლა გეუბნები დაინტერესება აი ზუსტად ამ გაცოცხლებული პერსონაჟების წყალობით და რა ვიცი მადლობა ხელოვნურ ინტელექტს მაგრამ რა თქმა უნდა ყველაფერი ზომიერად როგორც სიყვარულში ისე მხატვრობაში და ისე ყველაფერში აბსოლუტურად ბალანსი და ძალიან ძნელია ოქროს შუალედის პოვნა აი ეს გვიჭრის ადამიანებს ყველაფერი შესაძლებელია მე ძალიან და რომ გაიცათ ჩემი ლიზათიც მოვიდე მე ღირსება ლიზათ ძალიან მალე ლიზა უნდა გავიცნოთ კი ლიზაც უფრო კიდევ ძალიან შეგიყვარდება ეს მუნასა და ლიზა შორის არა მუნასა და ლიზა შორის არ მაგრამ ქეთასა და ლიზა შორის ძალიან ბევრი იმიტომ რომ ორივე ბავშვობიდან ოცნებობდა ხატვაზე და კი და აისრულეს თავისი ოცნება ასე რომ თქვა ასე რომ dreams come true რატო არა ძალიან დიდი მადლობა